მე ბავშვებზე გეტყვით რა მითხრეს განათლების სისტემიდან. პატარა ასაკის ბავშვებზე გეუბნე. სერიოზული ბულინგი აქვთ ჩats მასზე. და თან რაც გასაოცარია ბიჭებს უფრო. ანუ რა ბრენდის გაცვია. აი იქ თვითშეფასებას ურტყავს. ალბათ. მე მითხრეს რომ ასეთი ძალიან ბევრი ის არის შემთხვევაა რა. და ერთ-ერთი გადაწყვეტილება აი ფორმების შემოღების იყო ეგ, იმიტომ რომ ისეთი ბულინგია და ისეთი სერიოზული პრობლემები გააჩინა ბავშვებში. ვის რა აცვია? ვის რა წაკითხული, ვის რა შეინტერესებს? ხო და ასე რომ ეგ სანახავია, მე აქ ვერ გეტყვით, პას სანახავია რა ხდება ახლა იქა, ანუ რა ორიენტირები აქვს ამათ და ორიენტირები პრინციპში ნახე რა არის, ყველაფერი მოშლილია ჩვენთან. რელიგია ორიენტირი აღარ არის. ნუ ვიღაცისთვის არის, ვიღაცისთვის კატეგორიულად საწინააღმდეგოა. იგივე კულტურა, რაც მე თქვი, ქართველობა, ვიღაცას ცხენია რომ ქართველია. ანუ ის არის რა რაღაც კვლევის შედეგებს ვამბობდი და ერთ-ერთმა ადამიანმა ეგ ალბათ ქართველებმა გითხრესო, ხო, გეგონება თვითონ იქიდან იყო პორტუგალიიდან. მაგრამ ნახე ტონალობა. მე ისინი რა სიტყოდნენ, ხო, ეგეთი ვარ. ხო, ანუ აი ეს მომენტები, ორიენტირები, იცი როგორი სიტუაციაა ეს სიმღერა როა. ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს. ვინ სად უბერავს, რას უბერავს? ოღონდ მარტო საქართველოში არა. ხო, მაგით დასამშვიდებელი არ არის, მაგრამ სოფლიოში რო გადავხედე, იქაც ვინსა რას უბერავს, იქაც გასარკვევია.